მოღალატე არწივი. ამ სახელწოდების პლაკატები გამოჩნდა დღეს გორში. პლაკატებზე წარწერასთან ერთად საკრებულოს წევრ იოსებ ფალილაშვილის ფოტოა გამოსახული. ფალილაშვილს ხელთ სასოფლო სამეურნეო იარაღი უკავია. მაისურზე კი არწივი ახატია. იოსებ ფალილაშვილი გორის საკრებულოში კოალიცია ქართული ოცნების სიით არის მოხვედრილი. მას ცოტა ხნის წინ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტიც ეკავა, თუმცა თანაგუნდელებს გაემიჯნა და ოპოზიციის შეხედულებები გაიზიარა. მან საკრებულოს პირველი პირების იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, სანაცვლოდ კი უახლოეს მომავალში მას თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელებენ. მოადგილედ კი ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი ილია მეტრეველი სახელდება. ამ ინფორმაციას საკრებულოს უმრავლესობაში გადასული ოპოზიცია ჯერ არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. ახლა გამოვედი სამსახურში და მითხრეს რომ რაღაც პლაკატები გაუკვირიათ და არასერიოზულად მივიღებ ამ ყველაფერს ახლა. ნამდვილად არ არის სერიოზული ეს საზოგადოებამაც იცის ასეთი იაფფასიანი ხერხებით. თავის თავს ამჟღავნებენ თუ როგორ და რანაირად და თუ რამის თქმა უნდა ვინმეს გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას, ხო და არ შეიძლება ესე ფარულად და მე ამას შიშარ ადამიანს დავარქმევდი. ძილის წამება საერთოდ არ შეიძლება, არ ვიცი, ახლა ვინ გააკრავდა და სერიოზული რო არ იქნება ეს ცხადია.